Aucasi არის ტელეკომპანია, რომელიც ძალიან მძიმე მათ შორის ფინანსურ პირობებში მაინც რაღაც წარმოუდგენელი მონდომებით ახერხებს მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ ნინო ამ ცვლილებების მიღების შემდეგაც შეძლებთ რომ თუნდაც რა ამ სრულიად წარმოუდგენელი რესურსების მობილიზებით შეძლოთ მაუწყებლობის გაგრძელება. რას ემსახურება საერთოდ აი ეს ახალი ნაბიჯები, რომელიც დაგვიანონსეს და დააინიციირეს არალეგიტიმურ პარლამენტში? მოგესალმებით გიორგი, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. ეს არის უბრალოდ ოცნების პანიკა და გეტყვით რატომ. ნახეთ, მე ხა დღეს მაგალითად მოვძებნე სხვადასხვა საშუალებებით დავგუგლე, ChatGPT-ს ვკითხე, რომ აი რუსეთში თუ არის აკრძალული მაგალითად მედიის დაფინანსება უცხოეთიდან. იქ ხო ეს კანონი შემოიღეს, ხო, უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადეს 2012 წელს NGO-ები 2017 წელს მედია, მაგრამ აი ესეთი პირდაპირ აკრძალვა რუსეთშიც კი არ არის დაფინანსების. უბრალოდ უცხო გარედან რაღაცა ფონდების მიღების, ანუ კერძო პირთან ურთიერთობაც გვეკრძალება, კომპანიასთან ურთიერთობაც აქ ფონდებზე არ არის მარტო ლაპარაკი და საერთაშორისო და გრანტებზე არ არის ლაპარაკი. უცხოელმა ყავაზე რომ დამპატიჟოს შეიძლება ისიც კი ჩამეთვალოს დაფინანსება. საერთოდ ყველაფერი გვეკრძალება. ახლა არ ვიცი ოცნების ტვინი შეიძლება ამდენს ვერ წუდება, მაგრამ აი მაგალითად ყოფილა ხო შემთხვევა დარწმუნებული არ თქვენც გქონიათ რომ რომელიღაც უცხოურ ტელეკომპანიას უნდა დახმარება, ან ტექნიკის დაქირავება, ან კამერის დაქირავება, აქ მუშაობს ხო? რაღაც სერვისი უნდა, კოპროდუქცია, იქიდან მიგვიღია ჩვენ ვთქვათ სხვადასხვა კონტენტი ერთობლივი წარმოება, ანუ ვიცით საერთოდ დედამიწა არსებობს, ანუ რკინის ფარდა ხო არ არის, არა ჩამოფარებული. ჩვენ ოცნება გვაფარებს რკინის ფარდას და თან ტელევიზიებს გვაფარებს რკინის ფარდას და რა უწერია იცით განმარტებით ბარათში, რომ ტელევიზიებსო ყველაზე დიდი გავლენა აქვთო საზოგადოებრივ აზრზეო და ამიტომ ისინიო აი გარე ძალისგან, უცხო ძალისგან რო იქნებიანო დაფინანსებულებიო, ის იქნებაო რა ქვია ხო მერე ცუდ გავლენას მოახდენენო, ანუ დაუშვათ ევროპული ფონდიდან თუ ავიღე, ან ამერიკული ფონდიდან თუ ავიღე დაფინანსება და გავაკეთე რაღაცა კარგი პროგრამა, გამოდის რომ მე ცუდ გავლენას ვახდენ საქართველოს მოქალაქეებს. აი მაგალითად ნინო ჩვენ უშვებ დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც Deutsche Welle-ის, ანუ გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლობის მიერ ჩვენ ამის უფლებას არ გვექნება. უსასყიდლოდ გვაძლევენ ამ ფილმებს, იმიტომ რომ Deutsche Welle არის გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი და მას უნდა რომ ეს ევროპული კონტენტი, გერმანული კონტენტი გაავრცელოს, ძალიან ხარისხიანი კონტენტია და ჩვენ ძალიან გვეხმარება ეს კონტენტი, ხო? ანუ ყველაფერი გვეკრძალება აბსოლუტურად, რომ იცოდეთ, აქ არ არის მარტო გრანტზე და აქვე უნდა ვთქვათ, რომ სატელევიზიო მედია ისედაც გრანტებზე არ არსებობდა და ძალიან მცირე არის, თქვენთანაც ესეა დარწმუნებული ვარ, ჩემთანაც ესეა მე საერთოდ გრანტი ძალიან ცოტა მქონდა ხოლმე, ყოფილა დრო როცა მქონია, მაგრამ აი ნახეთ ყოფილა შემთხვევა, ვთქვათ სააკაშვილის პერიოდში მახსოვს ერთხელ კამერა დაგვიმტრიეს თუ რაღაცა და საერთოდ არ ვიცოდი ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა ფონდმა დაგვირეკა და აი ჩვენო პატარა ბიუჯეტი გვაქო და გვინდა რომ დაგეხმაროთო, გავიგეთო რომ კამერა დაგემტრათო და გიყიდით კამერასო. აი ესეთი სოლიდარობაა ხო, ჟურნალისტური ფონდი იყო და მთელი სამყარო და დედამიწა ამით არსებობს, რომ ადამიანები საზღვრებს გარეშე ურთიერთობენ ერთმანეთს ეხმარებიან და ასე შემდეგ და მაშინ ისე გამიკვირდა რომ გვაჩუქეს კამერა. ხო და ყოფილა ესეთი შემთხვევები ქონია, დიდი გრანტებიც ქონია, უბრალოდ ბოლო წლებში არ იყო ეგეთი პოლიტიკა დონორების მხრიდან, რომ მაინდა-მაინც ტელევიზიებს დახმარებოდნენ. უბრალოდ ეხა რას აკეთებს ოცნება გეტყვით რა. ნახეთ, იმდენად მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, იმდენად საყოველთაოდ ცნობილია რომ აქ დიქტატურა მყარდება, რომ უკვე დაიწყეს ფიქრი დასავლურმა პარტნიორებმა ღიათაც ამბობენ, ხო? არ ვიცი რატო ამბობენ, ჯერ არავის არაფერი დაუფინანსებია, მაგრამ რომ აი მედიას დავეხმარებით და არასამთავრობო სექტორს ნაცვლად მთავრობის, ანუ სამთავრობო პროგრამებს აღარ აფინანსებენ. მაგრამ ჯერჯერობით არავის არაფერი არც გამოუცხადებია, არც დახმარებია და ასე შემდეგ. მაგრამ ოცნება შეეშინდა
რომ აი თუ ახლა ანუ როგორ რაღაც საკეთებ იცი აი ვიღაცას მოყოლა რომ გინდა და ოთახში ყავს ეს ვიღაცა და კარებს რომ კარგად ჩაკეტავ რომ ემან ვინმე არ მოეხმაროს ანუ არ ხო გვიპირებენ განადგურებას და ეს ფონდებიც ალბათ მერე უკანასკნელ დღეში რომ მივალთ და უკვე დახურულები რომ ვიქნებით გიფიქრებენ რომ მოდი ხوار დავეხმაროთ ამ საცოდავ ტელევიზიებს და ყველა დიდი დარწმუნა მაინც ტელევიზიებზე მოდის ხო ყველანაირად და ოცნება აი ამას აზღვევს რომ აი სიკვდილის პირას რომ მიგვიყვანს ემან ვინმე არ დაგვეხმაროს შემთხვევით აი ამას აზღვევენ ამ სტიგიჟით ჯერ მე არ ვიცი ხა უკვე იმ ზღვარზე არიან გასულები რომ აღარ დავდივარ პარლამენტში აღარც ვეკონტაქტები კანონ პროექტების განხილვაში აღარ მონაწილეობ რასაც ადრე ვაკეთებდი ხოლმე წლების მანძილზე სააკაშვილის დროსაც და შეგვიცვლევინებია ბევრი მუხლი მათთვის ხო მაგრამ აზრი არა აქვს თორე აი ვკითხავდი ელემენტარულად აი ხვალ რომელიმე უცხოური კომპანია მოვიდეს და მე მაგალითად ოფისის ნაწილის გაქირავება მინდა ხო რომ რაღაც შემოსავალი მქონდეს რაღაცა უცხოური კომპანია რომ ვერ მივაქირავებ ანუ ჩვენ ჩვენი საზარმო საშუალებების ასანაზღაურებლათაც არ შეგიძლია უცხოური კომპანიის მიღება ისი როგორ დისკრიმინაციულ პირობებში გვაყენა მე რა ბიზნესმა უბრალოდ რომ წარმოიდგინოს რა აი მოდი სახინკლე ავიღოთ ყველაზე გაბაზრებული ბიზნესი მარტივი ხო სახინკლეს რო უთხრან რომ შენ უცხოელებს ხინკალი არ აჭამო შენ პოლიტიკოსებს უფასოდ უნდა აჭამო და პოლიტიკური რეკლამა ხო უფასოდ გვეკისრება ეს წარმოუდგენელი არც ერთ ქვეყანაში არ არის რეკლამის განთავსების კუთხით სოციალური რეკლამის განთავსება გვევალება ოღონდ სოციალური რეკლამაში მე კიდე რომ გავყიდოთ არა გვაქვს უფლება და ამ სახეობას რო უხარო უცხოური რესურსის მატარებლის გვეგრძელება უკვე მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რომელიმე მოზარდებისათვის გამოცხადებული გრანტის ან სასწავლო პროგრამის თაობაზე რომ მოიტანოს გასათავსებლად ამას შეფული გადავიღებ ვერ მოიტანს ანუ და აი ამ საფინკლეს რო უთხრა რომ შენ ახლა პური უფასოდ უნდა დაურიგო ვიღაცებს მაგრამ პურის გაყიდვის უფლება საერთოდ არ აქვს აი რაღაცა ეგეთ სიგიჟემდე ბოლოს მიკითხო ნოდარი იყო ჩართვაზე და სტუდიაში თეა არიზიარებდა ამავდროულად ნოდარმა თქვა რომ მაინც ვერ მიაღწევენ მიზანსო აი შენ როგორი განცდა გაქვს არსებული პოლიტიკური კონტექსტი და სიტუაციის გათვალისწინებითაც როგორი განცდა მაქვს იცი აი დაახლოებით იგივეა რაც ჯარიმებზე ხო ადამიანებს რომელსაც შეიძლება წელიწადში ქონდეს თქვა 6000 და 10000 ლარი შემოსავალი 5000 ლარი დაჯარიმებენ ხო ამ ადამიანებს ხო ეს ხო აბსოლუტურად ალოგიკურია არაფერში არ ჯდება ხო მაგრამ გასულია ეს ხელისუფლება ყოველგვარი საზღვრიდან ყოველგვარი ანუ სიგიჟეშია უკვე ხო გადასული შესაბამისად ამ მედიაზეც ეს ცალ-ცალკე ლაპარაკს აზრი არ აქვს მე ამიტომ საერთოდ არ ვლაპარაკობ იმ შინაარსობრივ ცვლილებებზე რაც შეიტანეს რომ აი ბექაურმა უნდა გაარკვიოს ვინ არის ობიექტური და ვინ არა და მე დაგვაჯარიმოს და BBC სტანდარტებში უნდა ჩავსვან თურმე ძალიან დიდი ინტერესით ველოდები როგორ ჩასვავს შალვა რამიშვილს და მაგდა ანიკაშვილს BBC სტანდარტებში შესაბამისად მე ამას სერიოზულად არ უყურებ უკვე ჩვენ მათ გვაქციეს მებრძოლებად ხო ჯარისკაცებად გვაქციეს და რაღაც პარაჯები ჩაგვაწვეს და არაფერი უნდა გადავრჩეთ და გავძლიერდეთ არა გვაქვს უფლება ითქვა რომ არ გავძლიერდეთ და სადაც ყველა იქაც ჩვენ თელ ქვეყანა ამ ტერორში ვართ ხო გზა ყოველთვის მოიძე ოცნებას ერთი რამე მინდა უთხრა გიორგი ხა საერთოდ არ ვამბობ არაფერს მუხლობრივად რამდენი სისულელე უწერიათ აი ეს სისულელები უკან შეუბრუნდებათ აი ამ კონკრეტულ მუხლში როგორიათ რომ ვინმეს რამე საუკრძალავენ ვერასდროს ვერ აუკრძალავენ რა და მასხრათ აიგდებენ თავს ჩვეულებრივად ახლა ნაჯახები თუ დაგვერევიან და ყველას ციხეში ჩაყვრან არა უშავს იმ ციხიდანაც ოდესმე გამოვალთ ასე რომ ვერ გეტყვით რომ ჩემთვის ახლა ეს რამეს ცვლის გრანტი არც აქამდე არ მქონდა თუ მომინდება აღება მაინც ავიღებ მდინარაძეს არ შევეკითხები და ახლა უცხოელი თუ ყავაზე დამპატიჟებს მდინარაძეს არ ვკითხავ რჩევას ნამდვილად. მადლობა ნინო ჯანგირაშვილი გვერდებოდა. ნუგეშინიას ნურაფრის. კავკასიის გამოსე ვთქვათ გამძლეობის გამოცდილებით. ალბათ როებით ნინო